Ford Mustang Mach-E ელექტრომობილის ისტორიული სახელით. დღეს მიმოვიხილოთ Ford Mustang-ი ოღონდ ელექტრო. რამდენად ითანხმებით ელექტრო Mustangs და უნდა იყოს თუ არა Ford Mustang-ი ელექტრო, ეს ცალკე სადაო საკითხი არის. მე ვფიქრობ, რომ ის ძველი დიდება, რაც Ford Mustangs ახასიათებს, ეს უნდა დარჩეს შიდა წვის ძრავით და ეს არ უნდა შეიცვალოს არასდროს. ეს არის უბრალოდ კლასიკა. მოდით ახლა ის გვერდზე გადავდოთ და განვიხილოთ Ford Mustang Mach-E, ანუ ელექტრო Ford Mustang-ი. საკმაოდ კარგი მანქანა არის ვიზუალურად. ძალიან კარგად გამოიყურება და მე პირადად სიმართლე გითხრათ, რომ ძალიან მომწონს. კარგი SUV არის. რამდენ კილომეტრს გაგვატარებს ელექტრო Ford Mustang-ი? დაახლოებით 350-დან 500 კილომეტრამდე. მაქსიმალური კომპლექტაცია არის 100 კილოვატიანი ელემენტებით, 4x4-ზე და full პაკეტი. მეორე ვერსია არის 70 კილოვატიანი ელემენტებით, რომელიც შესაბამისად ცოტას გაგვატარებს. აქედან გამომდინარე ამორს შორის არის ელემენტებში სხვაობა და პაკეტში. 70 კილოვატიანი ვერსია, რომელიც არის მხოლოდ უკანა წამყვანი. 100 კილოვატიანი ვერსია კი 4x4-ზე მანქანას აქვს სწრაფი დამოხტვის ფუნქცია და იტანება 70 კილოვატიანი დაახლოებით 35-დან 45 წუთამდე, 100 კილოვატიანი 45-დან 1 საათამდე. მისი აჩქარება კი ასეთია: 100 კმ/სთ სიჩქარე 3.3 წამში. ძალიან კარგი და სწრაფი არის. საქართველოში ეს მანქანები ახალშემოსული არის. მანქანა იწარმოება 2021 წლიდან. Ford-მა გადაწყვიტა რატომღაც რომ 2021 წლიდან ეწარმოებინათ Ford Mustang Mach-E ელექტროვერსია. მანქანა ძალიან კარგად გამოიყურება, არის ელეგანტური და დახვეწილი, რა თქმა უნდა, ფუნქციურადაც ყველაფერი აქვს. თუმცა აქვს რამდენიმე ნაკლი. Ford-ს ეს ყოველთვის თან დასდევს და რაში მდგომარეობს ეს ნაკლი. გარედან შემომავალი ხმა ძალიან იგრძნობა, როცა მანქანაში ზიხარ და ხშირად აქვს მანქანას პროგრამული ხარვეზი. რისი აღმოფხვრაც ჩვენთან ცოტა უჭირთ. საქართველოს პირობებში ცოტა რთულია მანქანის ყოლა, იმიტომ რომ რთულად იშოვება მისი ნაწილები. ძალიან სპეციფიური მანქანა არის და ბევრი არ შლის. თან ახალ გამოშვებულია და ჯერ ამ მანქანის გაცნობის პროცესი არის, ასე ვთქვათ. მანქანის ფასი შეადგენს 20,000-დან 40,000 $-მდე. რა თქმა უნდა, გულისხმობ მეორადს და არა ახალს, ახალი ბევრად უფრო ძვირებას, რა თქმა უნდა. ხშირ შემთხვევაში პრობლემები აქვს 2021 წლის და 2022 წლის მოდელებს. 1-2 წელში მივხვდნენ რაში ჰქონდათ პრობლემა და მე ალბათ ეს პრობლემები აღმოფხვრა Ford-მა. Ford-ი მოგეხსენებათ, რომ პრობლემებიც ახალ განთქმულია და რა თქმა უნდა ელექტრომობილიც არ იქნებოდა გამონაკლისი. თქვენ კი გამოიწერეთ ჩემი არხი და დამიწერეთ კომენტარებში, რომელი მანქანა მიმოვიხილოთ.